საომშვიდობისა ბატონიკო, მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. აი, პირველ კითხვად სულ სხვა საკითხი მქონდა მონიშნული, თუმცა ვიდრე თქვენ შემოხვედით ჩვენთან სტუდიაში, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებდნენ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. აი, მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს ის პირია, რომელმაც ერთ-ერთ კონკრეტულ მოქალაქეს აიძულა და კადრებში ჩვენ ვნახეთ ეს, რომ მას სახე დაებანა შარდით. ეს გახლდათ და მარნეულის მერი და რა იყო მიზეზი აი ამ აქტის, რაც ჩვენ ახლა კადრშიც გვაქვს, მიზეზი გახლდათ ის, რომ მარნეულმა კაცმა თბილისში ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ივანიშვილსა და აბაზოვს შეაგინა და ეს კადრები Facebook-ზე აიტვირთა, შემდეგ ჯგუფებში გავრცელდა და აი ამ ფორმით მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა და მისმა გარემოცვამ დასაჯესა ეს კონკრეტული პირი. როგორც გითხარით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ის გაამართლა. სწორედ აი ამ საკითხით გადმოვალ ახლა თქვენთან შეფასება რო გთხოვოთ, ალბათ რიტორიკული კითხვა იქნება, თუმცა მაინც გთხოვთ. არა, უბრალოდ ერთი წამოვიდგოთ ნებისმიერი სხვა რო ყოფილიყო, ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიის განსაკუთრებით ლიდერი რო ყოფილიყო ამ ბატონი აბაზოვის ადგილზე და ამ შემთხვევაში ახლა მე ვარ თქვენთან სტუმრად, ახლა მე რომ ვაიძულო ვინმე საკუთარ საკარმიდამში ძალდატანებით მოვაშარდიო, მაპატიეთ, რომ ეს იყო თელეფაბულა საქმის და მე აი ეს შარდი სახეში ძალდატანებით სახეზე წავასწევიო, გადავიღო, უბრალოდ გადავუღო და მე მასვე ავატვირთვინო სოციალურ ქსელში პირად Facebook გვერდზე. გამომართლებდა, არ ვიცი, მოსახლეობამ განსაჯოს, გამომართლებდა ქართული ოცნების სასამართლო, ანუ გამომართლები განაჩენს გამოიტანდა, მე ვფიქრობ, რომ არა, რბილად რო ვთქვა არა. ამიტომ ნუ ცხადზე უცხადესი არა, ანუ რომელ სასამართლოზეა საუბარი ხალხო, სასამართლო ყოველთვის იყო ნებისმიერი წინა ხელისუფლების სერიოზული აქილევსის კურსი. მათ შორის წინა ხელისუფლების და იმის წინასწარ საერთოდ. მაგრამ ახლა როგორც ასეთი სასამართლოს არანაირი ნიშნები არ შეენიშნება მართლმსაჯულებისა, რომელ სასამართლოზეა საუბარი, ხა სასამართლო ადამიანს აქვს სახში, სასამართლოს ხდომები იმართება ზოგჯერ როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში, სადაც გენერალურ პროკურორსაც კი ისრებს და არ ვიცი ვინ არ ესრება, ეს ერთი შეკრების ამბავი ვიცით ჩვენ, რომელიც დადასტურდა მამუკა ხაზარაძეს მიერ, მერე რომან ფიფიას მიერ, შოთაძეს მიერ, ერთადერთი ადამიანი ვინც არ დადასტურებს ეს არის ვანო ჩხარტიშვილი. და ზოგჯერ ტარდება ვითომ სასამართლოს ხდომები სხვადასხვა შენობებში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, საქალაქო სასამართლოში და ასე შემდეგ. დახურულ კარს მიღმაც ზეპირი მოსვენის გარეშე, ანუ დახურულ კარს მიღმა მოწამოდი რას იშევ, შეიძლება საერთოდ ბჟელობა ამაზე არ ყოფილა. შეიძლება ახალც არ არის არაფერი დაწერილი, ისე გიგი უგულოვა ციხეში უკვე შესახლებული, ხო? აი, უგულოვას თემა. უგულოვას თემის შემდეგ თქვენ დღეს გითხრეს, რომ დიალოგი საჭიროა. და აი ამ საჭიროების ახსნის პროცესში უმრავლესობის ლიდერი დაეყრდნო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ დიალოგი სასურველია და საჭიროა პროცესისთვის. იხილება საერთოდ დიალოგის საკითხი. რა თქმა უნდა, არა. რეალისტურია თქვენთვის ამის მოწოდება? როგორ გეკადრებათ ახლა ეს არის და ადასტურებს ჩემს რწმენას, რომ ბიძინა ივანიშვილი არის კრიმინალური გაგების ადამიანი. მას არანაირი მორალი, მით უმეტეს არანაირი პოლიტიკური ხედვები არ არსებობს. აი გავს იმ კრიმინალს, რომელიც უმოწყალოდ გაუსორდება ამა თუ ადამიანს და მერე ცდილობს შემოირიგოს. აი კრიმინალებს შევიათ ესეთი რაღაცა განსაკუთრებით 90-იან წლებში მოკლავდნენ ცემით ამა თუ იმ უბნის საძმოს წარმომადგენლები და მე მათაც არ სურდათ რომ ბევრი მტერი ყოლოდათ და მე შემოირიგებდნენ და ხელს ამოვარტყავდნენ ხარზე და იტყვნენ რომ ნუ აი ბიჭი ხარ ნუ რაც მოხდა ხო ვინ დათანხმდება ხალხო ან რატომ უნდა დავთანხმდეთ ადამიანს რომელსაც არაფერი არ აქვს საერთო სახელმწიფოსთან ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი თუ არ ვიცით რას ნიშნავს და ვინ არის აი ცოტა ხანში რომ წამოიზრდება არ ვიცი ჩემი ბავშვი თუ მინდა რომ გავაგებინო რას ნიშნავს ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი ალბათ აი ამ ყველაფერზე უნდა ვესაუბრო ხო
და არ ვიცი ხა ერთადერთ შემთხვევაში მე არ ვისაუბრე ჩემ კოლეგებთან მე დავთანხმდებოდი რა შემთხვევაში იცით ისეთ მთელ მასოფლიომ რომ კაფეო დაინახოს აი ეს მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ან ირაკლი ოქრუაშვილის საკანში ან გიგი უგულოვას საკანში გაიმართოს და იქ მოვიდნენ ელჩებიც ხამდე მინდა კიდევ ერთხელ აი გიგი უგულოვაზე ჩვენ ვილაპარაკებთ ბევრს ახლა აუცილებლად და მთელი თავისუფალი სამყარო ძალიან დიდხანს ილაპარაკებს კიდევ მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილიც არ მინდა რომ დავივიწყოთ მინდა კითხო საზოგადოებას თუ კი გავიხსენებთ რის გამოზის ირაკლი ოქრუაშვილი ერთი მტკიცებულება მაინც თუ არსებობს არ არსებობს უბრალოდ არ არსებობს აი როგორც თქვენ ან თქვენ ნებისმიერ თქვენი ოპერატორი ეხლა გაიყვანო ნაკედა და შეასახლო მატროსოვის ციხეში იგივე გააკეთეს ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში ერთადერთი რაც იყო ნინო უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს არის მემონტაჟე წითელი ის არის დაასვა ირაკლი ოქრუაშვილის შუბზე თუ კეფაზე რომელიც ადგილზე იყო. მორჩა გათავდა არანაირ მტკიცებულ ამის არც უთქვამთ რომ რაიმე მტკიცებულება არის. არ არსებობს, ვერსია არსებობს. მითხრობთ რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამ შემთხვევაში მიუხედავად პოლიტიკური განწყობისა ვის მოწონს, ვის არ მოწონს პერსონალურად თუ პოლიტიკურად არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ თემაზეც ყურადღების გამახვილება. აბსოლუტურად არაფრის გამოზის. აი გიგი უგულავა ხო რამხელად მკაფიო მაგალითია ხო უსამართლობისა და პოლიტიკური დევნისა და ასე შემდეგ რაც გინდა ის მოვიშველიოთ ფრაზად. რაღაცას ყასიდად მაინც ამბობენ, აი სასაცილოს დამცინავად გიგი უგულოვაზე, რაღაცა რიტორიკა მაინც დგება მათი, ასე თქვათ, წარმომადგენლების მხრიდან. სრულიად უსაფუძვლო, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში სათქმელის არაფერი არ აქვს. და ამიტომ არ უნდა დავიწყოთ ეს როგორ ეხა მოგწონს არ მოგწონზე არ არის ისტორია ჩემთვის ირაკლი ოქრუაშვილი დიახაც ისტორიის მომხარეზე იდგა 20 ივნის და ისევე გულშემატკივრობ ამ ადამიანს როგორც გულშემატკივრობ ნებისმიერ დაკავებულ ადამიანს ვინც არის 20 ივნის შედეგად მოთავსებული სხვადასხვა ციხეებში და გიგი უგულავა ნუ რა გითხრათ ეხა ადამიანი რომელიც მართლაც გამორჩეული ლიდერი ოპოზიციის მუხჩაუხელად შრომობდა და მართლაც ეს შრომა აისახებოდა ბევრი მიმართულებით სასიკეთოდ მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის და საწინააღმდეგოდ ბიძინა ივანიშვილისთვის ამიტომ გააკეთეს ეხა პირდაპირ ჩემს მე გიგისთანაც ვისაუბრია და ერთ-ერთი мотиваცია რატომაც მოეიქცა ასე ბიძინა ივანიშვილი გიგი უგულოვას საერთოდ მას ჰქონდა ალბათ იმედი რომ ჩვენ ვერ მოვრიგდებოდით ან ოპოზიციური ძირითადი პარტიები ვერ მოვრიგდებოდით ეხა ფაქტები ხო ახალ ზარაფხანს არ ვამბობ ჩვენ მთელი 2017-2018 წლის ბოლომდე ჩვენ ვიყავით ძალიან მკვეთრად დაპირისპირებულები ერთმანეთთან და რა თქმა უნდა ეს აწყობდა ბიძინა ივანიშვილს. უგულოვას ჰქონდა ამ პროცესში როლი. როდი რა პროცესში? აი თუ რომ მოვრიგდებოდით არ ეგონა ანუ რატომ დასაჯეთ თქვენი აზრი გამორჩეულად უგულოვა თუ გასაკეთებთ. ეს იგულისხმება. მას შემდეგ რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ოპოზიციურ ველზე, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და არის რჩება და იქნება, ახლა მისი წილი გასაკეთებელი და ირაკლი ოქრუაშვილის წილი გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გადავინაწილოთ პროპორციულად. არ შეიძლება დავივიწყოთ არც გიორგი რურუა, ხახნო, არც ცუდად ჟღერს ცრაჟუაში ადამიანს ეხა მართლაც არაფრის გულისთვის ამოყოფიეს თავი 4 კედელში, ხო? კლასიკური პოლიტიკური პატიმარია. და ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი სანამ ირაკლი ოქრუაშვილი პარიზში გავხდათ ირაკლი ოქრუაშვილმა რომელიღაცა ეთერში შეიძლება არ ვიცი თქვენთან რომელიმე გადაცემაში განაცხადა რომ შემომითვალეს არ ჩამოხვიდეო ხო მაინც ჩამოდივარო და რამდენიმე დღეში მეგობარი დაუკავეს მასაც ჟანგიანი რაღაცა მაკაროვი ჩაუდის ხო აი ნახეთ 4 მაგალითი მოვიყვანე უკვე ირაკლი ოქრუაშვილი გიგი უგულოვა გიორგი რურუა კოშაძე ბატონი ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი ეს უცბად რამდენი ამხელაასია თავლიანზე და სხვა გვარებზე ხა აღარ ვსაუბრობ იმდენია მეშინი არ გამორჩა და არ თუმცა რაღაცა კონკრეტული კურსი აიღო ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებამ რომლის შემადგენელი ნაწილებიც არიან და ჩანს სასამართლოს პროკურატურაც ასე შემდეგ აი ამ პროცესში რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური ბრძოლა სხვადასხვა იარაღის გამოყენებით ნახეთ თუ კი ამ დრომდე იყო ისე რომ დასავლური მხარდაჭერა იყო და გამოხატულად იყო წარმოქმნილი სხვადასხვა კონგრესმენის თქვა განცხადებაში თუ საელჩოების მხარდაჭერაში თუ ასე შემდეგ აი ახლა უკვე ქართულმა ოცნებამ დაიწყო აი ამ სივრცეებში გასვლა და აი მაგალითად ახლა ვხედავ რომ ოცნება ევროპარლამენტს კომისიის შექმნას თავაზობს რომელიც უგულავას საქმესაც შეისწავს ისინი ამბობენ რომ ჩამოვძანდით ჩვენთან ჩვენ დაგიდებთ საქმეებს ნიკა მელიასი რომელსაც ფეხზე სამაჯური აქვს უგულავასი რომელმაც მოიპა უკაცრავად ხელზე რომელსაც
უგულავასი რომელსაც ქონდა გაფლანგვა თქვათ იგივე ოქრუაშვილის სავარაუდოდ და თქვენ თვითონ შეისწავლეთ ეს და ნახეთ რომ ესენი არ არიან პოლიტპატიმრები ეს რაღაც ახალი იდეაა არა იდეა გეტყვით ძალიან კარგი საკითხი შეეხეთ ჯერ ერთიც ახლა ჩემი ღმერთმენით ეს ადამიანები აბსოლუტურად მინდა კორექტული იყოს შორს არიან აბსოლუტურად უმრავლესობანი განათლებისგან და საერთოდ ამ ქვეყანაში თუ კი რაიმე პრობლემა არის მათი ძირითადად განათლების ბრალიც არის ის იბოროტეთ ის ვერაგეც იქიდან მოდის მათ ძალიან კარგად ურჩიეს რომ ასეთი ინსტიტუციური მანდატი ევროპარლამენტში არ არსებობს ეს განცხადება გაკეთდა შიდა მოხმარებისთვის აი აქ რომ გავიგოთ აი აქ რომ გაიგოს ეხა მოსახლეობამ რომ თითქოს ნახეთ კალაძე ჩაიყვანეს ეხა დიდი მომლაპარაკებელი და არ ვიცი მე პოლიტიკოსი და თან გვერდს უმშვენებდა ლევან კობიაშვილი ეხა ან ერთ სასვეტში ან მეორეს პიროვნულად მაგრამ ნუ კარგით რა მართლაც ეხა ქვეყანა წარმოადგენდა ეხა იყო წარმატებული ფეხბურთელი ხო არ ნიშნავს რომ ქვეყანას მოწარმოადგენდა ევროპარლამენტში მე ჩემის აზრით ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს იცოდნენ რომ იქ უბრალოდ შანსი არ არის ამ ყველაფრის მიღწევისა არ არსებობს მანდატი ინსტიტუციური ანუ ეს კომისია ან ფაქტების დამდგენი კომისია ვერ ჩამოყალიბდება უბრალოდ აი თქვენ ხომ წაიკითხეთ ხომ მკითხეთ და ვიღაცას ეხა გათვალ იმაზე რომ დაილიქოს ვიღაცის თავში რომ ნახეთ ესე იგი ესენი თუ დაწუნებულები რომ არ იყვნენ ეხა ამ ხელა საკითხს ევროპარლამენტში ხომ არ წამოჭიდე ეს იგივე საკითხია როდესაც ეხა ახალი მესეჯ ბოქსი შეიმუშავეს და დიანა ტრაპაიძესთან ეთერში თუ იმას ეთერი ერქვა იმის მეცადინეობით ბატონი ანრი ოხანაშვილის მეცადინეობით შეიმუშავეს მესეჯი რომ აი ჩვენ კი ხვდებით ვინ თუ არა ჩვენ ხვდებით რომ უგულავას დაკავება პოლიტიკურად ჩვენ დაგვაზიანებ და მაგრამ ნუ დამოუკიდებელი ხომ არის სასამართლო და ნუ აი ეგ რა ვქნათ ნახეთ როგორ თითქოს ეშმაკურად შეიმუშავეს ეს მესეჯი და იქვე ამბობენ რომ ნაციონალური მოძრაობის დროს პოლიტიზირებული იყო პროკურატურა იყო პოლიტიზირებული პროკურატურა კონსტიტუციის თანახმად იუსტიციის მინისტრი ამავე დროს იყო გენერალური პროკურორი ან კაბინეტის წევრი იყო გუშინ საუბრობდა ბატონი იგივე ოხანაშვილი ერთ-ერთ ოცნების მედიაში ტელეკომპანია იმედში და ჩვენ რა გავაკეთეთ როდესაც მოვედითო ხელისუფლებაშიო ჩვენ გამოვიტანეთო იუსტიციის ფარგლებიდან პროკურატურა დამოუკიდებელი ინსტიტუციად შევქმნითო და გენ პროკურორის თანამდებობაზე პირი ინიშნება არჩევითათო ახეთ აი რიტორიკის დონეზე ამაზად ჟღერსო თითქოს აი ნუ რა წარმოგიდგენიათ რამხელა რეფორმა ჩაუტარებიათ ჯერ სამხელთ ცინიზმი ახლა არჩევითად თუ არჩევითი ყოფილა თანამდებობა საბჭო ირჩევს თურმე რა რომელიც ვიხილეთ ხო მეორე თურმე დამოუკიდებელი ყოფილა პროკურატურა არაფერს ივანიშვილი ისე არ აკონტროლებს როგორც პროკურატურას აი ამაზე აქვს გათვლა იმ ადამიანებზე აქვს გათვლა რომლებიც შესაძლებელია თქვენ არხს ვერ უყურებდნენ ტელეკომპანია კავკასიას ტელეკომპანია თავარს ან არ ქონდეთ ისე ჭიდრო წვდომა სოციალურსთან და უყურებენ უფრო მეტად შესაძლებელი ტელეკომპანია იმეს რომელიც დაფინანსება მინიმუმ 30 მილიონი ლარია წელიწადში 60 მილიონი ლარია დაფინანსება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანუ იმ პროპაგანდის იმედი აქვს რომ მე ეხა რაღაცა სისულელეს ვიტყვი ანრი ვარ ოხანაშვილი აბა მართლა სისული გიჟები კი არ არიან ნინო რაზეა აქვს გათვლა აი ერთი პირობად გავიჯეროთ ასეთი რამ რომ მართლა შეიძლება მოხდეს მოჭიდება აღარ აქვს პროპაგანდას და ახალი ვეღარაფერი ვეღარ მოიწევს უცებ რომ მოხდეს ასეთი რამ რომ ევროპარლამენტარების ჯგუფი ჩამოდის დაждდება ფაქტების შესწავლით დაკავება რაღაც ასეთი რამ მოხდა გამონაკლისის შემთხვევა დაშვება ჩამოსვლა რა თქმა უნდა ნინო ჩამოსულები არ არიან და კაფიოთ იციან უკვე რა ხდება აქ ხო ჯერ უკეთებს საკუთარ ვითომ გუნდის წევრებს რომლებიც არაფრად არ მიაჩნიეს თალაკვაძეს და კობახიძეს გონია რომ ბიზნე ივანიშვილი რამე დააგდებს მათ კაცი გაუშვა ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე რომელიც ნომინალურად არის ასე ვინ არ არის ნომინალურად ხო დაკავებული თანამდებობაზე ქართულ ოცნებაში ამერიკაში შეახვედრა იქ კონგრესმენები კონკრეტული გზავნილით მერე შეხვედრების შემდეგ კონგრესმენები აკეთებდნენ განცხადებებს რომ აი ჩვენ მივიღეთ დამატებით და მივიღეთ გარანტია და გვაქვს იმედი რომ ვითარება გამოსორდება და იცით ეს არანაკლებ კარგად ჩემზე რომ ეს განცხადებები გაკეთდა როგორც პოლიტიკურ დევნასთან მიმართებაში ასევე გაკეთდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კაცი ჰაერში იყო მოფრინავდა
ჰაერში იყო, როდესაც რაც ილაპარაკა თალაკვაძე საპირისპირო გააკეთა ბიზნესმენმა. რატო აკეთებს? არ ვილაპარაკოთ ამაზე. კი, ვილაპარაკოთ, უბრალოდ აქვე გითხავთ, რომ ფაქტია, რომ მათი ყურადღება ხელისუფლების წარმომადგენლების ახლა კონცენტრირებულია ქვეყნის გარეთაც. ქვეყნის შიგნით არის კონკრეტული აქტივობები, ქვეყნის გარეთ მუშაობს ზოგან კალაძე, ზოგან თალაკვაძე, ზოგან ზალკალიანი და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, არის რაიმე კორექტივების შესაძლებლობა? სისიფეში რომ არის, ნინო, არ წარმოუდგენელია. სტრატეგიულ პარტნიორთა პოზიციონირებაში. აი, რა შეიძლება შეცვალოს ამ ნამუშევარმა? მხოლოდ მოსახლეობის სასარგებლოდ აისახება მათი პოზიციონირება, ანუ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისა, რომლებიც თავის საკუთარ თავს ეძახიან ქართული დემოკრატიის გუშაგებად, ხო? არაერთ მათგანს გაუკეთებიებს გავსი განცხადება. სალაპარაკო მათ არაფერი არ აქვს. ეხლა ჩვენ ხო არ ვიცით კამერა შიგნით ხო არ მუშაობს და არ გვესმის აზე საუბრობენ. დახურულ კარს მიღმა უბრალოდ იღებენ ეს საერთო კადრს, რომელიც ეხლა გადის თქვენს ეთერში და მე რაღაცა 40 წამიან კომენტარს გააკეთებს კობახიძე თალაკვაძე და ვიღაცას იქნებ დავაჯერებ, რომ აი ნახეთ ამერიკაში ჩამოდი დიდ ხალხს შევხვდი, მაგრამ სინამდვილეში დრო გადის ინტენსივობა მკაცრი განცხადებების იზრდება, არა მარტო ქართული ოცნების საწინააღმდეგო, არამედ რაც ყველაზე სასიხარულოა, ხალხის სასარგებლო და ხალხის ხარდასაჭერი. ეს განცხადებები არ არის მხოლოდ ოცნების საწინააღმდეგო და ბიძინა ივანიშვილის გასაგონად გაკეთებული განცხადებები. დიახაც, ოპოზიციურ მოძრაობას აძლიერებს ასეთი მიდგომები. ეხლა დღის განმავლობაში ადამ კიზინგერის განცხადება ხელზე დაიხიეს, როდესაც მან თქვა თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ გუშინ წინ სანამ უგულოვას დააკავებდნენ, რომ პროგრესის იმედი მაქვს და გამოვიდნენ სიამაყით გაბადრულები, დავარცხნილები, ჰასტუგ მოჭერილები, რომ აი ნახეთ ჩავიდა ჩვენი პალავანი აჩიკო თალაკვაძე და ადამ კიზინგერმა წარ დააყოვნა და გვიან საღამოს იგივე ადამ კიზინგერმა კონგრესმენმა სრულიად საპირისპირო უფრო მწვავე და უფრო მკვეთრი განცხადება გააკეთა და გაისუსტნენ ასე ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ქვეყანაში პოლიტიკის კეთება გადის ციხეზე. გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურვას და ძალიან ბევრი იმ ადამიანის უკანონოდ დაკავებას არც უკვალოდ ჩაუვლია და არც ჩაივლის. ეს ადამიანები ციხიდან უფრო სერიოზულ პრობლემებს უქმნიან ახლა. დიახაც, ვიდრე გარეთ იყვნენ. კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებს უქმნიან. იმიტომ რომ ეხა ცივილიზებული თავისუფალი სამყარო არ შეეგუება აი ამ ტყუილის გუდებს. შეუძლებელი არის რა, ეხლა ჩვენ გეზი გვაქვს აღებული ცივილიზაციისკენ და არა სიბნელისკენ, რომელიც სამწუხაროდ არსებობს ჩვენს რაც შეეხება თქვენს კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, დიალოგის მოწოდებაზე თქვენ თქვით, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ დიალოგის მაგიდასთან დაბრუნდნენ თქვენ. ეს ხომ არ დაგაზარალებთ იმიჯურად საერთაშორისო სივრცეში? ნახეთ რა თქვა დღეს თქვენმა ოპონენტმა ხელისუფლებამ. ეხლა მე რო თქვენთან ეთერში ხო ვარ? დიდი ძალიან მართლა დიდ პატივს ხსევ და მე რო ეხლა აქ დამაკავონ პირდაპირ ეთერში. ან პირდაპირ ეთერში არა, ანუ თქვენ საგრიმიოში დავეკავებიე, თქვენსავე თანამშრომლ და იმაში სარდაფში რო ჩავიყვანე და 1-2 რო შემოვერტყათ ჩემთვის და ხვალ დაგერეკეთ და ნაირი მაგალითი მოვიდა ბატონო. არ მოვიდოდი, ნამდვილად არ მოვიდოდი, რომ მოსულიყავ, რა ნამოსული და მოსულიყავ, არ მეთქვა რა. ეს უტრირებული მაგალითი. აი, უტრირებული როგორ არის? ჯერი სარდაფი ჩვენ შემთხვევაში ხო რა. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არა უტრირებულია რეალობა. მაგრამ მაინტერესებს მაშინ რა გამოდის, რომ თქვენ არჩევნებზე მიდიხართ მოდელი მთელი ოპოზიცია ჩემონილი შეკრებილი ვიყავი, წამოვიდგინე მთელი ოპოზიცია, მთელი ოპოზიციური სპექტრი, ნუ ერთი-ორი გამოკლებით, ვიც ალბათ ვერ შეძლო იმ დღეს არ იყო მხოლოდ მე მგონი ალეკო ელისაშვილი. დანარჩენი ყველა იყო, ისიც ვერ მოვიდა დარწმუნებული ვარ, რომ ესრება ძალიან ხშირად. ვსჯელობდით მეხუთე რაუნდზე რომ გავალთ, რა წინადადებით მივიდეთ. და ასთა სხვადასხვაობა იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ხარს უჭერდნენ, რომ არ ვიჩქაროთ და არ მიცეთ საბაბი მოლაპარაკების მალე დასრულებას ჩვენი მხრიდან, მათ არ მიცეთ, რომ მე მაგიდან საყირავება ჩვენ დაგვაბრალო. რა თქმა უნდა, იყვნენ პოლიტიკოსები, მათ შორის მე ვინც ვფიქრობდი, რომ იქნებ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ანუ გაირკვეს კამპანია. ანუ თქვენ იყავთ კონსტრუქციულად განწყობილნი და უბრალოდ ტექნიკაზე, სტრატეგიაზე. ახლა გამოდის, რომ მაგიდის საყირავება მაინც თქვენს ხარეს გადმოაგდო ხელისუფლებას ასეთი კონტექსტის მიცემა სურს. ან იოხანაშვილს სურს ეხლა ყველაფერი, რომ აი ეს არ ვიცი თქვენ რკინის კონსტრუქცია დამიცეს თავზე, ესეც სურს. მართლაც სურს ეხლა. დარწმუნებული ვარ ამაში, მაგრამ ნუ ეს ხო არ ხდება.
და აი ამ სერიოზულ საკითხებს ვიხილავდით და აი მაგიდიდან კაცი აგვაცალეს კაცო თვითონაც არჯეროდა ლევან ხაბეიშვილის პროცესი იმართებოდა საქართველოს სასამართლოში საღამოს კლასაზე თუმცა ბრალი წაუყენეს ადამიანს წარმოვიდგინეთ ეხლა ადამიანს ისვის ეხლა ბევრი ვილაპარაკეთ ამაზე ხო აქეთ ფიზიკურად გაუპირისპირდნენ და მას წაუყენეს ბრალი და მე და გიგი იქ შევხვდით სასამართლოს შენობაში და რაღაცა უცნაური ამბავი მომიტანესო უზენაეს სასამართლოში რაღაცა საქმე თვითონაც ვერ გადმომცა რა საქმეს ეხებოდა დედასპიცაო რა გულახსოვდება მანაც არ იცოდა რა ზიყო საუბრობ მე ხო საერთოდ ნახევარის ვერ გავიგე და მე რატო ვარ კითხა დავუსვი რატომ არ ჩაატარე ამ ბრიფინგი ან ლევანის საკითხი იყო დღეს აქტუალური და არ მინდოდა გადაფარო და შაბათი დღე იყო და ორ შაბათზე ამაზე ბრიფინგი ჩავატარებო გავერკვევი ბექა ბასილაიას ან ადვოკატს გავესაუბრებო საერთოდ საქმის კურსი არც იყო ადამიანი რა ამოგიდგენიათ და ეხა ის რომ გიგი უგულოვა გუშინ წინ დააკავეს როდის განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ნოემბრის თვეში წამოცდენას რომ მიაწერეს მერე შალვარამიშვილებმა და ლაშანაცუშვილებმა და ტელეპროპაგანდა რო ამუშავებს და ტიტრები რო დაადეს ლათინური ასოებით და არაო სიამდვილეში ბიძინა ივანიშვილს ეს არ უგულისხმია რომ ცოტა ხანში ბევრი ლიდერი კიდევ წავაო გავხსოვთ ხო რა გულისხმობ და რამდენიმე დღე ატრიალეს და ამის შემდეგ წარმოვიდგინეთ ეს გეგმა დაიდო იქ დასკნე დარწმუნებული ვარ ჩინჩალაძე თადუმაძე მურუსიძე ივანიშვილი შოთაძე აი ეს ხალხი ალბათ ნაცუშვილიც იყო მე რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას ზედათ ეს ხალხი არის აი ასეთ საქმეებში გარეული ეხლა პლუს მინუს ერთი ვიღაცა იქნება ხო და დაგეგმეს გიგი უგულავას დაკავების ოპერაცია 11 დეკემბერს თითქმის 2 თვის წინ პასპორტი ჩამოართვეს მას წაართვეს უბრალოდ ხო ვიცით ეხლა სპორტსმენები მიიყვანეს საგანგებო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გოკა გაბაშვილს და გიგი უგულავას თავს დაესხნენ და აქ წაუყენეს ბრალი ხახდო მე აი გეკვირდებით აი ნიკა მელიაც კი გიგი უგულავას პოლიტიკურ პატიმრად არ მოვიხსენიებ და არავის პოლიტიკურ პატიმრად არ მოვიხსენიებ თუ კი თქვენ აი იმ თავდასხმის კადრებს აჩვენებთ საზოგადოებას და ერთ ადამიანს მაინც იპოვით საზოგადოებაში რომელიც გამოვა და გიგი უგულავასთან გოკა გაბაშვილს დაძდებს ბრალს კადრებსაც არ ავრცელებენ წარმოგიდგენიათ აი რო დავწმუნდეთ ეხლა ყველა მე რომ მარტო გიგი უგულავა რო დასხოდა თავს და გოკა გაბაშვილი ვიღაც უცხო პირს არ აჩვენებდნენ კადრებს და არ გაასაჯაროებდნენ დღემდე იტრიალებდა ეს კადრები ხო ლოგიკა არის თქვენ საუბარში აი მოდით აქ დავსვათ ასეთი კითხვა თქვენ უარს ამბობთ დიალოგზე რომ დაუბრუნდეთ ახლა რეჟიმს რასაც მიყავხართ თქვენ და საქართველოს მოქალაქეები არჩევნებამდე ესე იგი მიდიხართ არჩევნებზე 77-73-ით აღარ ითხოვთ არაფერს ნუ ითხოვთ სადღაც მეხსიერებაში რჩება პროპორციული არჩევნები მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია ჩვენ უარს ვამბობთ დიალოგზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მე პირადად ვერანაირ უბრალოდ იოტის ოდენა შანსას ვერ ვხედავ, მაგრამ ვაძლიერებთ დიალოგს ოპოზიციურ ფრონტზე და ოპოზიციურ პარტიებს შორის გაძლიერდება და უფრო ინტენსიური გახდება, რამე თუ ძალიან ბევრი საკითხია ამ დროს აღარ ხარჯავთ ხელისუფლებასთან სასაუბრად. ანრიო ხახნო ჯერ ხომ არ მინდა, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ ხოლმე რომ პერსონალურად თავს დაგვეცხან და ამით საკუთარ ეგრეთ წოდებულ ქორ ქართული ოცნების ხარდაჭერას გული მოვხანონ რა მაინც ვერ ხვდებიან რომ ისინი არიან ძალიან ცოტანი მაგრამ ნუ ელემენტარულად აი 2 წელიწადია უბრალოდ მართლაც დიდი სიამოვნებით დაუждდებოდი დებატებში ეხა აი აქ რო იყოს ანრიო ხალაშვილსაც დაუждდებოდი მამუკა დინარაძესაც კობახიძესაც და ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერი საქმელი არა და ვიღაცამ ახლა ურჩია პიარ სპეციალისტმა რომ დიანა ტრაპაიძეს ან თამარ ჩიხვალძეს ან ნინო ჟიჟილოვის ჩართვით თუ იქნები გადაცემაში იქით ემოსდე რაღაცაზე შარი მოიპოვე ეცადე ყოველ შემთხვევაში მორალური უპირატესობა ამით დრო შეუჭამე რომ ბევრი უხერხული კითხვა ეხა ბავშვები ხო არ ვარ ციდან ხო არ ჩამოხრანილი ვართ ეხა რა დავიბადე საღამოს მაგრამ გუშინ საღამოს კი არ დავაბადებულ ვარ ეს ვიცით ხო ეს როგორ და რანაირად კეთდება ეხლა თქვენ გონიათ ანრიო ხანაშვილმა ეს იქ ექსპრომტად მოიფიქრა თავდასხმა დიანა ტრაპაიძეს არა ეს კარგად დაგეგმილი თავდასხმა იყო ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საკითხი გადასაწყვეტი იცით რომ 4 აპრილს და ბევრი გამოხმაურება შეხვდა ეხლა ნაციონალური მოძრაობის გულხმოვანი ხარდაჭერების მხრიდან სოციალურ ქსელში რომ რა გეჩქარებოდა ხახნო რა 4 აპრილამდე რა გვეჩქარებოდა თავ
არც თავს ზოგავთ და არც სიცოცხლეს და არც არაფერს და ზოგი ციხეში მივდივართ, ზოგი სალიფეხი ციხეში გვაქვს, ზოგი ეწირება და ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ უკვალოდ ეს არ ჩაივლის. მაგრამ მნიშვნელოვანია რახან მივიღეთ გადაწყვეტილება რომ 4 აპრილს უნდა ჩატარდეს დიდი აქცია გვენდეთ რა თუ ჩვენი მხარდაჭერები ხართ. და სოციალურ ქსელში ხა ხელებით ბაკაბუკი ადვილია ძალიან რა. ეხლა ლევანია ხაბეიშვილი და 10 კაცი ერთი უსწორდება, გიგი არის უგულავად აგერ ციხეში, რისთვის თქვენ თვითონ არიცით, აგევა ხა ცალიფეხი ციხეში მაგ ვორკი არ ვიცი მე, ხო, ყველაფერი და ზოგი დევნილია და ზოგი რაღაც ვიცით რას ვაკეთებთ რა 8 მნიშვნელოვანი თვე გვაქვს წინ რესურსების გამოზოგვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ბრძოლა უნდა წავმართოთ ენერგიასთან ერთად ასევე ჭკუით და მზარდი უნდა იყოს კამპანია და 4 აპრილამდე ეს იმას კი ანიშნავთ რომ რაღაცა წაღზე წამოვწვევით 4 აპრილამდე გავდივართ რეგიონებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდება როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, რაიონებში და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია 4 აპრილს ჩვენ რუსთაველის გამზირზე შევიკრიბებით. იქ უბრალოდ რაღაცა ჭეხარე სიტყვა კი არ ვთქვათ, რომელსაც მე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ აკრძალული მაქვს მე პირადად. ეხლა სასამართლო გაწყვეტილებით სიტყვის უფლება მიტინგზე არ მაქვს. ეთერში გაქვთ. ეთერში ჯერჯერობა აქვს, ხო, მაგრამ ნუ იქ კონკრეტულად უნდა წარმოადგინოთ გეგმა თუ როგორ უნდა იმართებოდეს გამართულად სახელმწიფო და ეს უნდა იყოს შეთანხმებით მიღწეული მთლიან ოპოზიციურ ფართო სპექტრში რომელიც როგორც ვატყობ კიდევ უფრო გაფართოვდება მე მჯერა რომ ბატონი გიორგი მარგველაშვილიც შემოერთება და ბევრი სხვა კიდევ რა ჯერათ თუ არის ამ ჯერა იმიტომ რომ ადამიანს უსმენ და ძალიან სიამოვნებს რომელიც ამბობს და ვეთანხმები ხა რა მაშინ რა აზრი ქონდა ჩემს პოლიტიკაში საერთოდ ჩართვასო, ხო? წლების წინ ხა ხედავ რომ ეგზისტენციალური გამოწვევა ჯერა არის ნიშნები რომ შეიძლება მარგველაშვილს ჯერა იმიტომ ხა თუ ეს ქვეყანა გიყვარს და თუ მართლა ამ ქვეყნის დასავლური დემოკრატია გაწუხებს და ნათელი მომავალი გაწუხებს უბრალოდ გული არ გაგიძლებს და იქნები იქ სადაც უნდა იყო აი ბატონი და არც ის არის რა მაპატეთ ხშირად ამბობენ იცით რა რომ აი ხალხი არ გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი საუბრობდა თქვენთან ეთერში მე ვესაუბრო მე ცალკე ეხა შეიცვალა პოლიტიკის კეთების სპეციფიკა ხალხთან ჩვენ არ ნუ გვაქვს მოლოდინი რომ 30-40,000 ადამიანი მუდმივად დადგება რა გავიდა წლები ეროვნული მოძრაობის დროსაც ეხლა გამოცილი ხალხი მე მაინტერესებს და ვეკითხები ხოლმე მაშინაც არ იყო ხოლმე მაგრამ კონკრეტულ გადამწყვეტ მომენტში საჭიროების შემთხვევაში იქნება იმდენი რაოდენობის ხალხი რამდენიც შეიძლება მაგრამ ყველა სოფელში ოპოზიციური ბაცილონა შევიტანოთ მაპატიეთ ყველა რაიონში დაბაში მთაში ბარში ყველგან უნდა გავიშალოთ მაგრამ აქციების ჩატარება კი არ არის მხოლოდ უკომპრომისო ბრძოლა კომუნიკაცია თითოეულ გლეხთან პედაგოგთან მასწავლებელთან და ასე შემდეგ ამას იხილავთ თითოეულ თქვენგანი უახლოეს დღეებში ამიტომ თუ ვენდობით ერთმანეთს ხახო ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ვენდოთ ერთმანეთს უბრალოდ ჩვენ მაინც არ ავიღებთ ხელს ამ ბრძოლაზე უბრალოდ ნეფსი თუ უნებლიეთ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე არ დავასხათ და ნიჰილიზმი არ დავთესოთ და მე არ ცოტა დრო დაგვრჩა ამიტომ მინდა რომ დავასრულო ჩემი კითხვა მოვასწრო 2-3 კითხვა დამრჩა მნიშვნელოვანი 4 აპრილს უნდა ველოდოთ რომ თქვენ არ მხოლოდ ერთად წარსდგებით აუდიტორიის წინაშე არამედ კონკრეტულ შეთანხმებებს ეტყვით თუ მათ შორის მაჟორიტარების თემაზე შეთანხმებებს აუცილებლად ერთ-ერთი იქნება ჩემის აზრით შეთანხმება ყველა იმ მოგზი რომელზეც შედგება შეთანხმება და რეალურად ეს იქნება ჩვენთვის ასევე პროპორციული არჩევნები რა. თქვენი გუნდიდან თქვენ ხართ დარწმუნებული რომ აბსოლუტურად ყველა ოლქში მაჟორიტარი აი 77-73 სისტემით მაჟორიტარი კანდიდატი გეყოლება თქვენ ფლანგს ოპოზიციურ თქვენ ფლანგს იქ დარჩენილია რამდენიმე პარტია თქვენს მიღმა მაგრამ რამდენიმე და შეიძლება ითქვას რომ თქვენს ფონზე ძალიან პატარა პროცენტი ძირითადი ოპოზიციური პარტიები შეთანხმდებიან და სხვა ყველა მნიშვნელოვანი აქტორი ქართულ პოლიტიკაში შეთანხმდება. ახლა ვინც არ შეთანხმდება, არ ამგონია რომ კომფორტულად იგზნოს. თავით ჩვენ ხო არ ვთავაზობთ გაერთიანებას. აი თქვენ შესთავაზებთ მაგალითად რომ პატრიოტთა ალიანსი, აი დაუჭერთ თქვა, არა ვთქვათ ბოლო ეტაპზე ეს მაგალითად ისეთი გაერთიანება რომელიც თქვენთან არ მოდის, მაგრამ თავისთვის პოზიციონირებს. ქართული უცხო პატრიოტთა ალიანსი რამ გაყოფა? არც მალავს ხო მიუხედავად იმისა რომ მათი წარმომადგენელი სპორადულად მოდის მიდის ნუ არა კონტაქტში ხართ მათთან
მოდის მიდის რას ნიშნავს? არა, იმ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საუბარი არის. თუმცა ისინი ნაკლებად აქტიურობენ ყველა ფლანგზე. ნუ ეხლა ქალბატონი ინაშვილი არ მოდის, მაგრამ სხვა მის წარმომადგენელი. კარგით, აი რა შეეხება ნაცმოძრაობის მხოლოდ საარჩევნო სისტემას, მაგრამ მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ მაქსიმალურად ყველა საარჩევნო ოლგზე, რომელზეც არ შევთანხმდებით, ეხლა ვიღაცასთან შეიძლება ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ ის ითქმება, რომ მეორე ტურში დაუჭეთ ერთმანეთს ხარს. ეს ხო შეთანხმებაა. ანუ ჩვენ კი არა ვერთიანდებით. უბრალოდ ოპოზიციას ხმებს არ წაართმევს. რასაგებია? თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, არ ვიცი, ხაშურში, ზუგდიდში ყველგან ასე იქნება და იქნება აქეთ ქართული ოცნება, აქეთ ოპოზიცია, ანუ ხალხი. ეს ნიშნავს, რომ იმ ადგილზე ოპოზიციის სრული შემადგენლობა დაეხმარება იმ კონკრეტულ მაჟორიტას. თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა არა მხოლოდ არ წაართმევთ, არამედ დაეხმარებით, ამით შორის განსხვავება არის, ან პროაქტიული პროცესი. და ერთი კითხვა და სატელევიზიო კამპანია ამას გამოასხივებს კიდევაც არც ერთი მანდატი ოლიგარქს მაგალითად. არც ერთი მანდატი ოლიგარქს და ბევრ ოლგს პირველ ტურში მოიგებს და დარწმუნებული როგორც თბილისში, ასე რაიონებში. და ბოლოს რა სიტყვით სააკაშვილის პირად შტაბზე. არჩევნები არის მოსაგები არჩევნებამდე და ეს პროცესი, რომელიც ჩვენ გუშინ დავგეგმეთ, რომ ხორცი შევასხათ, უკვე ამოქმედებულია და იქნება კულმინაცია 4 აპრილს. 4 ჩემს დაანახებთ საკუთარ ძალას, გასაგებია. რაც არ უნდა გავაკეთოთ, ხო ეხლა რა ეს პირდაპირ ეუბნებთ ძალიან მკვეთი მაგალითი რომ მოგიყვანოთ აი ხა მართა რო შევიჭრა პარლამენტში ისე და რო შევიჭრა ეხა ხო პარლამენტში გამოვიყვანო ყველა ენერგია რომ მომეცეს იმდენი რომ 150 ადამიანს მოვერიო და ავიღეთ მოკლედ არჩევნები ხომ ისე ჩატარდეს არჩევნების გარეშე ამ ქვეყანაში ხელისუფლება არ შეიძლება საბოლოო ჯამში მივიდოთ არჩევნებამდე და უპრეცედენტო რამ ხდება ახლა რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთსულოვანი არის ძირითადი საკითხების გარშემო. აქ არ არის მხოლოდ უბრალოდ ოლქებში გადავნაწილდეთ. აქ არის აინტერესებს მნიშვნელოვანი ნაწილს. იქნება პოლიციის უფროსი არჩევითი, მე ვფიქრობ უნდა იყოს. იქნება ოლქის პროკურორი არჩევითი და იყოს ასე შემდეგ. ორი სიტყვით მინდა მითხრათ ნახევარწუთი გვაქვს ზუსტად სააკაშვილის პირად შტაბზე ეს ნიშნავს თუ არა იმას რომ ეს რაღაცა იქნება გაერთიანება ნაციონალური მოძრაობის მიღმა და ალტერნატივა ოპოზიციის. მე ვწუხარ უბრალოდ რომ პირველად როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა, როდესაც განცხადება კეთდება და 6 მაგი ინტერპრეტაცია ეძლევა, ეხა ეს განცხადება არ არის იდეალური განცხადება, მოდი ვთქვათ, ხო? და მეორე დღეს მან დააზუსტა კონკრეტულად და მე მგონი ყველა კითხვაზე პასუხი გასცა. არა, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი შტაბი გაიხსნება, მით უმეტეს ახლა, რაც უფრო მეტი სივრცე გაჩნდება, რა ჯობია, ხო? არ ვიკვლევთ 50 ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ შტაბი შეგიძლიათ ეს თქვათ. ეს არ იქნება ხელშემშლელი იმ ოპოზიციური ფლანგის ერთობისას თქვენი პარტიაც ახლა პირიქით, ღონისძიებები შესაძლებლობა იმ შენობაში, ბიბლიოთეკაში, ხა მიშა სააკაშვილს არაერთი ღონისძიება ჩაუტარებია ახალგაზრდებთან იქ ადგილზე, არავითარ შემთხვევაში როგორ გეკადრებოდა. კი ბატონო, დიდი მადლობა.